მოგესალმებით დიანა, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე ვსალმებით ჩვენს მაყურებელს და ახლა მოგილოცავთ განვიხილოთ სასწაულებს. ქალბატონი პრეზიდენტი და ამას პრინციპულად მას ასე მოვიხსენიებ ქალბატონმა პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ სხვა ლოკაციიდან არა ორბელიანის სასახლიდან, მაგრამ ის აგრძელებს იმ ფუნქციას, რაც მას როგორც პოლიტიკოს პირდაპირ არჩევნების გზით მიენიჭა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პოლიტიკური ფიგურაა ის ამ ქვეყანაში. აი პოლიტიკოს სხვა ფუნქცია აქვს, სხვა ფუნქციების შესრულებაც შეუძლია პრეზიდენტს, სხვა ფუნქციების შესრულებაც შეუძლია. თქვენთვის ის საპრეზიდენტო ფუნქციების შემსრულებელი ლიდერია. აი ვის თხოვთ მაშინ არჩევნების თარიღის დანიშვნას? თქვენ, ზურაბიშვილიც და სხვა პოლიტიკური ლიდერებიც. აი ვისგან ითხოვთ არჩევნების თარიღის დანიშვნას? მოგახსენებთ აუცილებლად შევალ იდეალისტურ ნაწილში ამის განხილვის, იმიტომ რომ მგონია რომ პოლიტიკური მდგენელი ყველაზე მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილი არის პირდაპირ წესთან. პოლიტიკა ნიუანსურიც არის მათ შორის და ამიტომ საინტერესოა. მანდაც აუცილებლად უბრალოდ მგონია რომ თავარაზე უნდა გავაკეთოთ ახლა აქცენტი და თავარზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება და ჩვენთვის პირადად ძლიერ საქართველოში ჩვენთვის უსამართლო ზურაბიშვილი არის უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელიც არჩეულია ლეგიტიმური წესით ამ ქვეყნის პრეზიდენტად და არავინ ლეგიტიმურად მას შემდეგ არ არჩეულა ამ თანამდებობაზე. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ორბელიანის სასახლიდან არა, მას სხვა ლოკაციიდან აგრძელებს პრეზიდენტის ინსტიტუციის, ქართული დემოკრატიის და საქართველოს კონსტიტუციის დაცვას. ჩემთვის ეს დიახ, პარალელურად თაზო უკაცრავად, უბრალოდ მაყურებლის ყურადღებას გავამახვილებ, რომ მოვიდა კადრები, ეს არის ჰადსონის ინსტიტუტი და ეს თქვათ, ეს პარალელურად გავა ეს კადრები პირდაპირ ეთერში. გისმენთ? სალომე ზურაბიშვილი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა. ამის თქვა მინდოდა და მას აქვს დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მისია წარმოადგინოს დემოკრატიული საქართველო, თავისუფალი საქართველო, რომელიც 53 დღეა დგას რუსთაველზე. ის საქართველო, რომელიც შეიძლება რუსთაველზე ვერ დგას, მაგრამ იზიარებს მთლიანად პოზიციას ადამიანებისა, ვინც იცავენ თითოეული ჩვენთაგანის თავისუფლებას ამ ქვეყანაში რუსთაველზე დგომით, ის წარმოადგენს ნამდვილ საქართველოს, ის წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე და ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი და მისი ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე მას სწორად გამოიყენოს და ჯერჯერობით მხოლოდ ასე იქცევა, სწორ ფუნქციას ასრულებს და ქვეყნის შიგნით მას დღეს შეუძლია ითაოს ერთგვარი მაკოორდინირებელი გამაერთიანებელის ფუნქცია. რეალურად ის ფუნქცია შეიძლება პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციით არის გარკვეულწილად პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს ცერემონიული ფუნქციები, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოდგენის უფლება და წარმოადგენს კონსტიტუციის მიხედვით ერთგვარ გამაერთიანებელს და დამბალანსებელს ქართული პოლიტიკის. შესაბამისად, მე მგონია რომ სალომე ზურაბიშვილი თუ აი ამ მისიას შეასრულებს, ახლა ჩამოთვალე და ჯერჯერობით ძალიან კარგად ამას ართმევს თავს. რა თქმა უნდა, ყველა კომპონენტი იმისა, როგორ რას ნიშნავს პრეზიდენტობა ამ ქვეყნის, მის შემთხვევაში იქნება ადგილზე. ვერ გაგცემთ არ შევალ ამ დეტალში, ვინ უნდა დანიშნოს ახალ არჩევნები, ახალ არჩევნებზე უნდა წამოვიდეს ბიძინა ივანიშვილი. ამ ქვეყანაში ერთ-ერთი კაცი, ვინც და ვინ ნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი თუ მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს თარიღს? მე მგონი თუ ამ მე არა ვარ იურისტი, მაგრამ ლეგალურ იურისტურ შევალ, მე მგონი ყველა სწორი იქნება, რომ რომელიმე სასამართლო ამ შეფეთქება უზენაეს სასამართლო გააუქმოს არჩევნების შედეგები და შემდეგ ჩაინიშნოს შესაბამისად ახალი არჩევნები. მე დეტალს ამ ნაწილში ვერ ვიტყვი. ამის მოლოდინი თაზო გააქვთ თქვენ როგორც ვთქვათ პოლიტიკურ მოთამაშეს ბუნებრივია. ეს არის ჩვენთვის პოლიტიკური მიზანი. მოლოდინზე ლაპარაკი ჩემი აზრით, ჩემი მხრიდან როგორც მოქმედი პოლიტიკური აქტორისგან არ იქნებოდა სერიოზული თქვამი მოლოდინებზე არ ვლაპარაკობთ. ეხლა 53 დღეა ქუჩაში ახალი სოციალური ფენომენი წარმოიქმნა. საქართველოს ბევრმა მოქალაქემ გაითავისა ის, რომ თითოეული ჩვენთაგანი საქმე ამ ქვეყანაში დემოკრატიის დაცვა. ჩვენ პოლიტიკური სპექტრი მუშაობთ პოლიტიკურ მდგენელზე მთელი ამ პროცესის და პოლიტიკური გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის არჩევნები. პრეზიდენტის ციტირება მოახდინეთ ცოტა ხნის ხო? ან არჩევნებიდან დანიშნონ, ან ჩამოიშლებიან და არჩევნები. ყოველ შემთხვევაში ბოლო არჩევნებია. თქვენ რომელს ხედავთ უფრო მეტად სავარაუდოდ? ჩამოშლა, ჩანს, არჩევნები ჩანს, აი რომელი ჩანს ჰორიზონტზე?
მე ვთვლი რომ სწორი იქნება რომ არჩევნები ჩაინიშნოს და ამით პოლიტიკური კრიზისი განიტვირთოს. ეს არ მოხდება თავისთავად. ბიძინა ივანიშვილი ერთჩვენია დღეს არ გაიღვიძებს და არ იტყვის რომ აი დამთავრდა ეხლა მე არჩევნებია და ჩავნიშნო ის ამას იზამს ერთის მხრივ წნეხის ქვეშ და წნეხის შედეგი რა არის ხო? წნეხის შედეგი არის რომ ის სისტემა რომელზეც ივანიშვილი დგას ამ სისტემაში ისეთი ბზარები გაჩნდეს რომ ეს სისტემა ჩამოშლის პირას იყოს და ივანიშვილი იძულებული იყოს ის გაკეთოს. მე სხვა სცენარს ვერ ვხედავ ამ მიმართულებით და ინსტიტუციური რღვევის პირველადი ნიშნები არ მინდა ზედმეტი შეფასება გავაკეთო და დავარქვა ამას რაღაცა ინსტიტუციური რღვევის პირველადი ნიშნები. ჩვენ საქმე გვაქვს ავტოკრატიასთან. ავტოკრატია დგას რაზე ხო? სისტემას როდესაც ვახსენებ ძალიან მოკლედ თქვა. ავტოკრატია ჩვენ შემთხვევაში დგას ერთის მხრივ პროპაგანდაზე, მეორეს მხრივ ძალოვანი სისტემაზე და მესამე მხრივ აი ამ რაღაცა რუსულ სპეცსამსახურების და რეაქციონერულ რაღაცა ჯგუფების კონგლომერატზე. აი ეს სისტემა თუ ჩამოეშალა, ანუ ძალოვანი სისტემა ჩამოეშალა, პროპაგანდაზე ძალა აღარ ექნა. ანუ ვეღარ მიწვდა ადამიანებს. და აი ამ ნიშნებს თქვენ ხედავთ თქო თაზო შეიძლება ივარაუდოთ მაგრამ ჯერ არის ძალიან ბუნდოვანი ეს ნიშნები, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ მიდის. ავტოკრატიულ რეჟიმს შეიძლება მოყავს მაგალითი დიქტატორი ბენალის, რომელიც ძალიან დიდი ხანი საპროტესტო მოძრაობას ტუნისში უძლებდა და მისი პირდაპირ ჩართვის დროს უწყვეტმა ტელეფონის ზარმა, რომელიც აი ამ ეთერის დროს რეკავდა, ამან დაარწმუნა მთელი ტუნისის მოსახლეობა იმაში, რომ შიგნით რაღაცა ცუდი ხდება და იქ ვეღარ აკონტროლებენ სიტუაციას. დანარჩენს ყველაფერს პროპაგანდა და კომუნიკაცია მართავდა. ივანიშვილის ახლა მთავარი მიზანი არის, რომ ყველას მოაჩვენოს პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს, რომ business as usual პრინციპზე მუშაობს. ანუ არაფერი არ ხდება, შიგნით ყველაფერი მყარად არის, ფოლადისებრად არის ჩამჯდარი ფუნდამენტში და იქ არაფერი არ ხდება. მთავარი მისია დღეს პროპაგანდის ამის ჩვენება არის და ამას აკეთებს. ამიტომ დღეს ეხა ჩემგან რომ ვილაპარაკო რომ აი კონკრეტული ნიშნებია რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ აი არგუმენტირებულად პირდაპირ ნიშნების სისტემის ჩამონგრევას არა ჯერ ასეთი ღია და პირდაპირ ნიშნები არ გვაქვს მაგრამ ძალიან ბევრი გვაძლევს იმის აღქმის საშუალებას რომ შიგნით პანიკა აქვს ჩამოშლაზე არ გავახურე ყველას მაგრამ პანიკა აქვს იზოლაციაში მოაქციეს ქვეყანა შეხედეთ რას ნიშნავს მე არ მინდა მარტო იმაზე ვილაპარაკოთ ეხა როგორ ემოციები აქვს ივანიშვილს პანიკის ნიშნებით საინტერესოა პარალელურად მაყურებელს ვეთყვი რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს უკვე აი ამ პანელური დისკუსიის მონაწილეა და მისი კომენტარების ეს თქვათ თარგმანს აუცილებლად შევთავაზებთ მაყურებელს გისმენთ თაზო ენა მნიშვნელოვანი რა არის იცით ჩემი აზრით იმის აღქმა რომ აქ ხო არ არის რაღაცა უბრალოდ პოლიტიკანური ჭიდილი ერთმანეთში და ვიღაცა სადღაც გატყდება ის რომ ეს ხელისუფლების უზურპატორები დღეს მოექცნენ სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ის რომ შიგნით მათ არ აქვთ მოსახლეობის დიდი ნაწილისგან ლეგიტიმაცია ამ ყველაფრის შედეგია ის რომ ბევრი ადამიანია ვინც რუსთაველზე არ დგას ბევრი ადამიანია ვინც რუსთაველზე დღეს არ დგას ერთი მიზეზის გამო რომ მას საფიქრალი ყოველ საღამოს ის აქვს თუ რა უნდა აჭამოს თავის შვილებს, როგორ უნდა გადაიხადოს გაზის საფასური, რომელიც ძალიან ძვირია და ეხა ზამთარია, როგორ უნდა გათფეს, როგორ უნდა არ იყოს მშიერი, როგორ უნდა იცხოვროს, უბრალოდ აი პირველად ამბებზე ვლაპარაკობ და აი ეს ადამიანები ამ მდგომარეობაში და არ ეფიქრება სიმართლე გითხრა დემოკრატიაზე და არ ეფიქრება იმაზე ბიძინა ივანიშვილი მარტო თუ მისი ოჯახის წევრები არიან დასანქცირებული. იმას ეფიქრება საკუთარ შვილების ხვალინდელ დღეზე და არა ძალიან შორეულ მომავალზე. ამ ადამიანების ამ დღეში ყოფნა არის თავიდან ბოლომდე დღეს იმის ბრალი რომ ბიძინა ივანიშვილი და ეს ხალხი ამ ქვეყანას ჭაობში მიაქანებენ საერთაშორისო იზოლირებულები არიან ამ ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიცია საერთოდ აღარ შემოდის ეს ქვეყანა იქცა რაღაცა მეკობრეულ ჰავანად და უკანა ეზოთ რუსეთში სანქცირებული ტვირთის შესატანად ერთადერთი აი უცხოური ვალუტის წყარო ეს არის მაგრამ საქართველოს თითოეული მოქალაქეს გაძვირებული ფასები გაძვირებული გადასახადები ის რომ ჩვენი მოქალაქეების 99%-ს ვერ გაქვს თავისთვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე ეს არის ამის შედეგი, რასაც ივანიშვილი ახლა უკეთებს ამ ქვეყანას. მარტო ის კი არა რომ ვიღაცა მურნაში ის ჩაყარა, რა ქვია, ბიულეტენები. არ არის მარტო ის. მარტო ისიც არის კატასტროფა, ტრაგედია ამ ქვეყნის, რომ ევროკავშირისკენ სვლაზე უარს ვამბობთ და რუსეთისკენ მიაკანებს ეს ქვეყანა. ესეც, მაგრამ ყველაზე მთავარია რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები მშივრები არიან იმიტომ და იმიტომ არის 300,000 მეტი ბავშვი, რომელიც შიმშილობს, იმიტომ არის 830,000-ზე მეტი პენსიონერი, რომელსაც 35 ლარით სასაცილო თანხით მოემატა პენსია, იმიტომ არიან ეს ხალხი ამ დღეში და ჩვენი საზოგადოება ამ დღეში, რომ ივანიშვილი ყავს ხელისუფლად. ივანიშვილი deep state-ზე ლაპარაკობდნენ ამ ბოლოს და deep state-ი ხო რას ნიშნავს თავისი არსით, არის კონსპირაციის თეორია, რომელიც ლაპარაკობს ადამიანებზე, რომლებიც არიან ჭრდილიდან მართავენ პროცესებს
ქვეყნებში და ერთადერთი ვინც აი ღიად ყველა ემპირიული დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ ჭრდილიდან მართავს სახელმწიფო პროცესებს არის ივანიშვილი რეალური deep state არის ეს კაცი ეს კაცი არის ყველა უბედურების საწყისი ამ ქვეყანაში და იმის საწყისი რომ ადამიანები რომლებიც ეხლა თქვენს ეთერს უყურებენ რომლებიც ხშირად როდესაც აი მაღალფარდოვან რაღაცებს ვიტყვით ან ვილაპარაკებთ იმაზე რომ ევროკავშირისკენ სვლა შეწყვეტა რუსეთისკენ მეტის აი ამ სიტყვები მათთან ახლოს არ მიდის იმიტომ რომ აი ხლამდელ დღეზე აქვს საფიქრელი და ჩვენზე ერთმანეთს ერთი რაღაც გააჭირეს ამათ საქმე და რამდენი ხანი შეიძლება ამაზე ლაპარაკი და შეიძლება იქამდე სანამ ეს ყოფა არ შეიცვლება ის რომ ამ დღეში ვართ დღეს ის რომ მართლა შიმშილია ქვეყანაში ის რომ 1%-ია მოსახლეობის გაბღენძილი რომელიც ხან არ ვიცი ხან ვინმე პაპუაშვილი და ხან ვიღაც ნოშიკო და აი ეს რაღაცა კბილები გაწიკწიკებული და დავარცხნილი მოხუცები გამოვლენ და გველაპარაკებიან იმაზე რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგათაა იმიტომ რომ ისინი მათი მოდგმა ჯიში და ჯილაგი კარგათაა და ერთ 20 სართულიან კორპუსს მეორეს ადგავს თავზე ეს ისინი კარგად არიან ნამდვილად ობიექტურად კარგად არიან ნოშიკო ნამორაძეს და იმას საქვია სულხან პაპაშვილს არაფერი არ უჭირთ ამ ცხოვრებაში მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეების 99% კრიტიკაზეც ვერ თაზო მივცეთ უფლება გესმით თუ არა ჩემი ხმა არ ვიცი მივცეთ უფლება სულხან პაპაშვილს თუ ლაშა პაპაშვილს ალბათ უფრო გულისხმობდით იფიქროს ისე როგორც ფიქრობს ის ფიქრობს კი ბატონო არ წავართვათ ლაშა პაპაშვილს უფლება რომ იფიქროს ისე როგორც იფიქროს ყველა თაზო დათუნაშვილივით ხომ არ იფიქრებს ეს არ არის რეალობა არ ვართ მე ვარავის უფლება შეიძლება თავის ტყავზე ის ამბობს რომ რაღაც მისთვის ახლა უკეთესი პერიოდია იმიტომ რომ უფრო მძიმე ახსოვს ეგეც თავისთავად ობიექტურად ეგეც უგუნურებაა რომ ეხა გონია რომ თავის ტყავზე კარგად არის და ეს ეხა რაც ხდება არა მე ახსნას ვცილობ უბრალოდ რაღაცა ის ვერ გპასუხობთ ეხა არ არის ჩემი სტუმარი მე არ ვამბობ რომ აუფლება არ აქვს ლაშა პაპაშვილს ან მის ძმას სულხანს ან ვინმე ნოშიკოს ან სხვებს ილაპარაკონ ის რაც უნდათ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფოს მომხრე ვარ და გამოხატვის თავისუფლებას ბალაკლავებს და იმას ძალებით არ უწევთ მე მგონი ეს ამ ხალხის ნათქვამი უბრალოდ არ არის რეალობა რომელიც ამ ქვეყანაში დგას ამ ხალხის ნათქვამი ასახავს ძალიან პატარა პრივილეგირებული კასტის რეალობას რომელიც მართავს ქართული ოცნების პირობებში ქართულ ეკონომიკას ქართულ სახელმწიფო დაკვეთებს ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს არ არის რეალობა რეალობა არის იმ ადამიანებში რომლებიც ყოველ დღე ფიქრობენ მეორე დღეს რითი გამოიკვებონ იმაზე კი არა ზაფხულში სად დაისვენო ან ნინო წილოსანივით იმაზე კი არ ფიქრობენ როგორი ამინდია ბაკურიანში ეხა არა იმაზე ფიქრობენ რა ვიცი ზოგს ახსოვს 830,000 პენსიონერს ახსოვს მაგალითად ძლიერი საქართველოს დაპირება 1000 ლარის პენსიის შესახებ და ის როგორ ატყუებდა მე კობახიძე ეგ არა მაგას ჩვენც ვიზამთო და დღეს 35 ლარით მოემატა პენსია და ნინო წილოსანი ტელევიზორიდან ეუბნება რამოდენიმე დღის წინ რომ კაი ამინდია ბაკურიანში აქ ამოდით ვისრიალობო და არ ესრიალება ამ ქვეყნის 99%-ს არ ეთხილამურება არავის აქ არ ეთხილამურება და კი არა ხო გეუბნებით რუსთაველზე ვერ გამოდის ბევრი იმიტომ რომ თქვა მანქანის ფული არ აქვს და ბევრი იმიტომ ვერ გამოდის ძალიან დიდი ნაწილი იმიტომ ვერ გამოდის რომ ნიჰილიზმში გადააგდეს და კი ბატონო თაზო ისე ნუ აღწერთ ახლა ვითარებას რომ ბაკურიანში არავინ არ დადის და ასე რუსთაველზე არავინ კი გავიგე უფრო მეტი სიმძიმე შეიძლება გვემუქრებოდეს თუ izolācijas გზა გაგრძელდება ვიდრე ახლა უფრო მეტი სიმძიმე მათ შორის ეკონომიკური გვემუქრებოდეს მეტი სიმძიმე და იმის თქმა მინდა ჩვენი მაყურებლებისთვის და მათ შორის თქვენთვისაც რომ აი ეს პროცესი მიდის უარესობისკენ და უარესობისკენ კი ბატონო მადლობა ძველი ხალხია მაგრამ 1%-ია მოსახლეობის ის ვისაც დღეს არათუ კარგად არამედ ნორმალურად ცხოვრება შეუძლია საშუალო ფენის შესაბამისად რა ვიცი ნებისმიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში კი ბატონო თაზო დიანა შიშს უმატებენ რაღაცა deep state-ების და არავინ არ თქვას რომ ეს სასაცილოა ეს სასაცილო არ არის საარჩევნო კამპანია თაზო საარჩევნო კამპანიის დროს სხვათა შორის სულ ვცდილობდი მათ შორის თქვენი პოლიტიკური ლიდერებისთვის დამესვა კითხვები რომლითაც ისინი მეტად აუხსნიდნენ მაყურებელს და აი ამ შიშებისგან დააზღვევდნენ იმიტომ რომ ომის შიში გაურკვევლობის შიში აი ამ турბულენტურ ეპოქაში რომელშიც ცხოვრობთ ყველანი არის ძალიან ბუნებრივი და სიმართლე გითხრათ ბევრი არაფერი ამ მიმართულებით არ მომისმენია ამიტომ თუ ოცნების
პროპაგანდას აქვს გასაქანი, ცოტა შეიძლება პოლიტიკურმა ლიდერებმა და პარტიებმა თავის თავსაც დააბრალონ, ასე რომ მე არასდროს არ მამირიდებია მსგავსი. ზოგადად ვამბობ, ზოგადად ახლა შეიძლება კონკრეტულად არც თქვენ და არ არასდროს, იმიტომ რომ ჩემთვის სასაცილო ან რაღაცა სათამაშო არასდროს არ ყოფილა პროპაგანდა. პროპაგანდა არის უმძიმესი რამე და ზოგადად პროპაგანდა რომ სისულელეებს ამბობს, ეს შეიძლება ჭკვიანი ადამიანებისთვის და რაღაც ინფორმირებული ადამიანებისთვის სისულელეა, მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისთვის არის შიში. ეს არის შიში, ინსტინქტური, პირველადი შიშებია. ხო იცით თქვენც რომ ფსიქოლოგიაში ცნობილი ამბავია. კი, იმიტომ იმუშავა. თაზო, იმიტომ იმუშავა, რომ ასეთი ტიპის საფრთხეები ომისზე ცოცხალი მეხსიერება არსებობს ამ ქვეყანაშიც და მიმდინარე ომიც არსებობს, ამიტომ მაშინ მუშაობს, როცა საფრთხეები არსებობს. ეხლა და საფრთხების უგულებელყოფა არ არის გზა. კი ბატონო, მადლობა. კი ბატონო, თუ ახალ არჩევნებს მიიღებთ, გამოასწორებთ შეცდომებს, ან ხაროეზებს, მადლობა, თაზო დათუნაშვილს ძალიან დიდი და მოდით. სალომე ზურაბი